გამარჯობათ. დღეს ვისაუბრებთ ვიტამინ B12-ზე. მისი ნორმალური დიაპაზონი საკმაოდ ფართოა და ლაბორატორიები როგორც წესი წერენ, რომ ეს არის 160-დან 950-მდე პიკოგრამი მილilitrში. თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში დეფიციტთან თუ ზედმეტობასთან გვაქვს ადგილი, ექიმის გადასაწყვეტია, რა თქმა უნდა. თუმცა ყველა ვარიანტში აუცილებელია, რომ მისი დონე სისხლში ნორმაში იყოს და მისი დეფიციტი ან მეტობა არასოდეს არ არის ასურველი. B12-ის მიზეზი, დეფიციტის მიზეზი საკმაოდ ბევრია. ყველას ამ ვიდეოში ვერ ჩამოვთვლით, უბრალოდ განვიხილოთ ყველაზე უფრო ხშირად. პირველი ეს არის ვეგეტარიანელობა და ვეგანობა, ან კვების სტრუქტურა ცხოველური პროდუქტების მცირე რაოდენობით. B12 არ არის ხელსა და ბოსტნეულში, მწვანილში, მარცვლოვანებში და პარკოსნებში, ასევე არც სოკოსა და არც ნიგოსში გადაღებულია. ამიტომ ვეგეტარიანელებს და ვეგანებს ისთვის გამოდის სპეციალური პროდუქტები, რომლებიც B12 შეიცავს დამატებით. თუმცა ბევრი ამასაც უგულებელობს, რადგან B12 არის ცხოველური წარმოშობის. მეორე, ასაკითხანდაზმულ ადამიანებში ძნელდება B12-ის შეწოვა ნაწლავებიდან. მესამე მიზეზი, ასევე ფართოდ გავრცელებული არის მეტფორმინის შემცველი პრეპარატების იოფორი, მეტფოგამა და სხვები, რომლებიც ხშირად ენიშნებათ ინსულინ რეზისტენტულ ან მეორე ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებს. ეს პრეპარატი აუარესებს B12-ის შეწოვას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. სმა და ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება საერგოსულ გავლენას ახდენს B12-ის აბსორბციაზე საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. გარდა ამისა, თირკმლის პრობლემებსაც შეუძლია B12-ის დეფიციტის მიზეზი გახდეს. და ზოგჯერ ორგანიზმის მოთხოვნილება იზრდება B12-ზე განსაკუთრებით ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ამიტომ ამ პერიოდში შეიძლება დეფიციტი წარმოიშვას. დეფიციტის შესაძლო მიზეზები კიდევ ბევრია, მაგრამ პრინციპში რაც ჩამოვთვალეთ, ეს ყველაზე უფრო ხშირია, თორემ დეფიციტის მიზეზი შეიძლება იყოს გენეტიკური, შეიძლება იყოს ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა და მრავალი სხვა. ეხლა განვიხილოთ B12-ის ნორმაზე უფრო მაღალი დონე როდის შეიძლება წარმოიშვას, იმიტომ რომ პრინციპში ეს უფრო უსიამოვნო გახლავთ, ვიდრე B12-ის დეფიციტი. ეხლა ზოგიერთი მიზეზი B12-ის პროფიციტისა პრაქტიკულად საშიშროებას არ წარმოადგენს. სხვები კი საშიშია და მათი იგნორირება არ შეიძლება. ყოველ შემთხვევაში, თუ B12-ის კონცენტრაცია ნორმაზე მეტი მივიღეთ, დამატებითი გამოკვლევებია საჭირო. ეხლა ვიტამინ B12-ის ცოტა მომატებული დონე, იმიტომ კი არ არის საშიში, რომ ზედმეტი B12 საწამლავია. საშიში შეიძლება იყოს ის მიზეზი, რამაც ამ ვიტამინის დონის მატება გამოიწვია სისხლში. ეხლა ძალიან მაღალი კონცენტრაციები, ლაპარაკია 5000 პიკოგრამ მილilitrზე მეტ დონეზე. B12 არის ტოქსიური და იძლევა მოწამვლისა და ალერგიის სიმპტომებს. შეგახსენებთ, რომ ნორმის ზედაზღვარი 950. ეხლა წყალმაც კი შეიძლება ლეტალურ შედეგებამდე მიგიყვანოს, თუ ერთბაშად 10 ლიტრის წყალს ვიღებთ, ასე რომ, რა თქმა უნდა, B12-ის ძალიან მაღალი კონცენტრაციები მოწამვლის სიმპტომებს გამოიწვევს, ამაში გასაკვირი არაფერი. თუმცა ცოტა მომატებული, ვთქვათ, როგორც არის 2000-მდე და 3000-მდე ასვლაც, არაფერ საშიშროებას არ ქმნის ორგანიზმისათვის. თუ მისი მიზეზი არის ალიმენტარული, ანუ კვებითი, სულ ხორცეულზე ვართ და ყოველ დღეში სამჯერ ჯიგრის ყაურმას ავჭამთ. და კიდევ თუ მიზეზები არის წამლების მიღება. ეხლა 5000-ის მიღწევა კვებით შეუძლებელი არის, მაგრამ წამლების მიღებით შეიძლება ავიდეს ნორმაზე ბევრად უფრო მაღალ მაჩვენებლებზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თირკმელები არ არიან კარგ მდგომარეობაში და ამ ვიტამინის გამოყოფა გაძნელებულია. ეხლა იმ შემთხვევაში, თუ
აღნიშნული ვიტამინის შემცველ პრეპარატებს იღებთ, მაგალითად ასეთი არის ბლოკიუმ B12. აზრი არ აქვს B12-ის ანალიზის ჩატარებას, რადგან დიდი ალბათობით ნორმაზე მაღალს მიიღებთ და ეს უბრალოდ გიჩვენებს მოცემულ მომენტში რამდენია. ასეთი მდგომარეობა ახლა საშიში არ არის. ცოტა მატება, თქვა 5000-ზე დაბლა, მაგრამ მატება არაფერს აშორებს. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ B12-ის დონე ნორმას დაუბრუნდება გარკვეული დროის შემდეგ. ასევე B12 შედის ბევრი სხვა წამლის შემადგენლობაში, თან ისე რომ წამლის სავაჭრო დასახელებაში ვიტამინი B12 არ არის მოხსენიებული. ამიტომ თუ მისი ინსტრუქცია არ წაიკითხეთ ან ექიმმა არ გითხრათ, შეიძლება ვერც მიხვდეთ რომ B12-ს იღებდით. ასეთი პრეპარატი არაერთია. ეხლა ტაბლეტირებული ფორმით B12-ის მიღებისას მისი ფონურ კონცენტრაციამდე დაბრუნება შეიძლება დაჭირდეს მთელი 2 კვირაც. ხოლო ინიექციით მიღების შემთხვევაში ფონურ მნიშვნელობამდე შემცირებას შეიძლება დაჭირდეს თვე და მეტიც. ყოველ შემთხვევაში წამლების ან საკვები დანამატების შეწყვეტის შემდეგ B12-ის დონე ადვილად მოვა ნორმაში, თუმცა წამლები თუ ზედმეტი მოგვივიდა, შეიძლება 5000 გადავაჭარბოთ და მაშინ კი შეიძლება ინტოქსიკაცია განვითარდეს. ეხლა სხვა შემთხვევებში B12-ის დონე მომატებული შეიძლება იყოს პათოლოგიური მდგომარეობების გამო. ეს არის ღვიძლის ჰეპატიტი ან ციროზი, ფირკმლის დისფუნქცია. ზოგიერთი ტიპის ავთვისებიანი სიმსივნე, ლეიკოზები მათ შორის, გარდა ამისა რევმატიული ართრიტი, ჰემოლიზური ანემია და არის კიდევ სხვაც. და ყველა ეს პათოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ უსიამოვნოა და სერიოზულ პრობლემას უქმნის ჩვენ ჯანმრთელობას. ასე რომ ყველა შემთხვევაში B12-ის ნორმაზე მაღალი დონის მიზეზი გარკვევა დამატებით გამოკვლევებს და ექიმის კონსულტაციას მოითხოვს. ეს სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისათვის.